მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 9:09 და ტელეკომპანია თანამგზავრის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს თოქ-შოუ დიალოგი ნატო მეგუთნიშვილთან ერთად. დაბრუნდება თუ არა საბჭოთა ანაბრები? ეს კითხვა საქართველოს საზოგადოებას 90-იანი წლებიდან აწუხებს. საბჭოთა ანაბრები კი დღემდე რჩება ქვეყნის გაუცემელ ვალად. ამ საკითხზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია აბას წარმომადგენლები დაახლოებით 3 თვეა, რაც 90-იან წლებში გავითარებული ჰიპერინფლაციური პროცესების კვლევას ახორციელებენ. ასოციაციის ხელმძღვანელი ბატონი ნოდარ ჭიჭინაძე დღეს ჩვენი სტუმარია. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და გადაცემის სრულობის დროს თქვენთვის საინტერესო შეკითხვებით შეგიძლიათ დაგვირეკოთ სტუდიაში ტელეფონის ნომერზე 23 28 95. ბატონო, და რამ გამოიწვია თქვენი დაინტერესება საბჭოთა ანაბრების თემით? ფაქტია, რომ წლების განმავლობაში ამ პრობლემით არავინ დაინტერესებულა, თუ არ ჩავთვლით ლეიბორისტებს. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებლებს. რაც შეეხება თემით დაინტერესებას, თქვენს ახსენეთ და სწორედ ერთ-ერთი მიზეზი ამ თემით დაინტერესების არის ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ პრობლემასთან დაკავშირებით საფუძვლიანი რაღაც სიღრმისეული დასკვნა, ანალიზი არ გაკეთებულა, ყოველთვის იყო ამ თემის წამოწევა ხდებოდა ხოლმე წინასაარჩევნოდ, იდებოდა დაპირებებში, თუმცა ამის იქით არაფერი გაკეთებულა, რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა და პრობლემა ფაქტია დღემდე მოუგვარებელია და იმ ფორმით, რა ფორმითაც წარმოიშვა, დღესაც იმავე ფორმით არსებობს. მე არ ვიძახი, რომ ჩვენი ასოციაცია არის პირველი, ვინც დასკვნას მოამზადებს, კვლევას ჩაატარებს და ზოგადად ვინც ამ საკითხით დაინტერესდება, რა თქმა უნდა იყვნენ ცალკეული პიროვნებათა ჯგუფების დაინტერესებული ამ თემით, რომლებიც წლებია მუშაობდნენ და მუშაობენ ეხლაც ამ საკითხზე, აქვს თავიანთი ხედვები. ჩვენ ამ ხალხთანაც გვაქვს კომუნიკაცია და ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია სწორედ ამ ანაბრების დაბრუნებაზე, ვინაიდან შიდავალად აქვს აღებული ეს თანხები, ისევე როგორც სხვა შიდავალის სხვა მიმართულებები, ხელისუფლება ვალდებულია ამ თანხების დაბრუნებაზე, თუმცა გადიოდა წლები, უბრალოდ გადის წლები და ეს თანხა ვალად რჩება, მისი დაბრუნება არ ხდება. თუმცა მე მინდა გუშინდელ განცხადებაზე გავამახვილო ყურადღება, გულისხმობ ბატონი ფინანსთა მინისტრის განცხადებას და პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ბატონი დავით ონოფრიშვილის განცხადებას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებამ, მთავრობამ ამ თანხების დათვლაზე უკვე მუშაობა დაიწყო და თანხების დათვლა არის სწორედ პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას ანაბრების პრობლემის მოსაგვარებლად. ანუ ჯერ უნდა ვიცოდეთ რა თანხაზეა საუბარი და შემდგომ უნდა ვიფიქროთ უკვე დაბრუნების ფორმებზე, მექანიზმებზე და ასე შემდეგ. თავის დროზე ამ პრობლემით ლეიბორისტები დაინტერესდნენ. რატომ აღარ მიეცა ამ საქმეს ცვლილობა? რა მოხდა მას შემდეგ? ლეიბორისტების პირველი კვეთა ამ საკითხთან მიმართებაში დაფიქსირდა 1998 წელს, როდესაც მოხდა შიდავალად აღიარება ამ სახსრების, გამოიყო 5 მილიონი ლარი, რომ გაცემულიყო კომპენსაცია დაზარალებულმა ანაბრებზე. ეს 5 მილიონი ლარი პირველი ეტაპისთვის გამოყოფილი იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ანუ პირველ რიგში მათ დასაკმაყოფილებლად. თუმცა ეს ინდექსაციის მექანიზმი, რომლითაც გამოანგარიშდა ეს თანხა, ანუ მოგეხსენებათ ლარებში იქნა გადაყვანილი და 502 მილიონი ლარი იქნა აღიარებული ვალად. სწორედ ეს გააპროტესტა, უბრალოდ გაასაჩივრა ლეიბორისტულმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს საარჩელი იქნა დაკმაყოფილებული და საარჩელის შემდგომ, ანუ დაკმაყოფილების შემდგომ შეწყდა კომპენსაციის პროცესი და მას შემდგომ პრაქტიკულად არ განახლებულა ეს პროცესები. ამის შემდგომ რატომ არ იყო პოლიტიკური ნება თუ არარეალური ამ ანაბრების? მე ვფიქრობ და ჩვენი აზრით, ჩვენი ორგანიზაციის აზრით სწორედ არ არსებობდა შესაბამისი ნება, სურვილი ხელისუფლებისა, იმ ხელისუფლებებისა, რომლებიც იყვნენ ქვეყნის სათავეში წლების განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ბოლომდე მოგვარება არა, რაღაც ნაწილის, რაღაც დოზით ამ საკითხის გადაჭრა შეიძლებოდა. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმ 98 წლის გარდა, როდესაც 5 მილიონი ლარი
გაიცა კომპენსაციის სახით, მას შემდგომ არც ერთი თეთრი ანაბრების პრობლემის არა თუ მოგვარებაზე, არამედ შესწავლაზე, გაანალიზებაზე, სტრატეგიის შემუშავებაზე არც ერთი თეთრი არ დახარჯულა და არც ერთ ხელისუფალს არ უზრუნია, რომ წინ წაეწია ეს თემა. თქვენი ასოციაცია სწავლობს საქართველოში 90-იან წლებში განვითარებულ ჰიპერინფლაციურ პროცესებს. რა დასკვნამდე მიხვედით, რა იყო ამ პროცესების მიზეზი? მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდგომ, ან დაშლის შემდგომ მსგავსი პრობლემები შეიქმნა თითქმის ყველა სახელმწიფოში, ყველა ყოფილ მეკავშირე სახელმწიფოში, მაგრამ ის მასშტაბები ინფლაციისა, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა, სხვა არც ერთ ქვეყანაში არ იყო და ზოგადად ეს იყო მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მაგალითი ფასების დონის ზრდისა. რა თქმა უნდა, ამას მივყავართ საფუძვლიან ეჭვამდე იმისა, რომ გარდა ობიექტური ფაქტორების აქ მოქმედებდა სუბიექტური ფაქტორები. ჩვენ ჩავეძიეთ რაღაც ინფორმაციებს, ვცადეთ ინფორმაციის მოგროვება. რამდენად ხელმისაწვდომი იყო ეს? მოგახსენებთ, სწორედ მაგ საკითხამდე მივდივართ. ჩვენ დავინტერესდით 90-იან წლებში, კონკრეტულად 92-93 წლებში, როდესაც ჰიპერინფლაციის ტალღა უკვე აგორებული იყო ქვეყანაში, ჩვენ გვაინტერესებდა იმდროინდელი ფულად საკრედიტო პოლიტიკა და როგორც მოვიძიეთ ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში ძალიან დიდი ოდენობით უზარმაზარი კრედიტები გაიცემოდა კომპანიებზე და იყო მოსაზრებები, რომ ეს ხდებოდა რაღაც პროცედურების დარღვევით, კანონდარღვევით და ასე შემდეგ. ანუ ხდებოდა უკანონოდ მითვისება უზარმაზარი საკრედიტო რესურსისა და ჩვენ მივმართეთ ეროვნულ ბანკს ამ კომპანიების სეისმოთხოვნით და მათი ამ კომპანიების უკან მდგარი პიროვნებების შესახებ. ეროვნულმა ბანკმა ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა, მიზეზად დასახელდა, რომ ეს იყო საბანკო საიდუმლოება, რომელიც სასამართლოს ნებართვის გარეშე არ გაიცემოდა. ჩვენ რა თქმა უნდა შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში. 2 დღის წინ მქონდა პროცესი, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იყო. 15 მაისს არის საბოლოო 15 მაისს მოხდება გადაწყვეტილების მიღება მოსამართლის მიერ. თუმცა სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში ეროვნული ბანკისგან მოვისმინეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასმელი ინფორმაცია. პირველი ის, რომ ეროვნული ბანკი პასუხისგებლობას არ იღებს ანაბრებზე, თუმცა პასუხისგებლობას იღებს ინფლაციაზე, რომელმაც შეჭამა ეს ანაბრები და მეორე, ჩვენ დავუსვით კითხვა ეროვნული ბანკის წარმომადგენელს, ხდებოდა თუ არა 90-იან წლებში კრედიტების გაცემა კომპანიებზე პროცედურული დარღვევებით და ეროვნულმა ბანკმა მსგავსი რამ დაადასტურა, მან დაადასტურა, რომ კრედიტების შეთანხმება წინა დღეს ხდებოდა სახელმწიფოს მეთაურთან, ხოლო მეორე დღეს უკვე იმ მისული თანხმობით ეროვნული ბანკიდან მას შეეძლო უზარმაზარი კრედიტების აღება და მე მიკვირს ნორმალურ სახელმწიფოში, რომელსაც კანონიერებაზე, კანონის უზენაესობაზე პრეტენზია აქვს, როდესაც ეროვნული ბანკი ადასტურებს, რომ მისი უშუალო არასწორი ქმედებებით ქვეყანაში აგორდა ჰიპერინფლაცია, მისი არასწორი ქმედებებით ხდებოდა უკანონოდ კრედიტების გაცემა და ათვისება ცალკეული კომპანიების მხრიდან, ანუ ფაქტობრივად ხდებოდა ფინანსური დანაშაული, ამას აცხადებს ღიად ეროვნული ბანკი, ადასტურებს, ხოლო საგამოძიებო სტრუქტურა, საგამოძიებო ორგანოები, პროკურატურა ამ ფაქტით არ ინტერესდება. ეგ მინდოდა მეკითხა, თქვენ საუბრობთ კანონდარღვევებზე, თანხების მითვისებაზე. რამდენად შესაძლებელია, რომ პროკურატურა დაინტერესდეს და თქვენ დანაბიჯებს დგას? საკმაოდ თითქმის ყველა იმ უწყებას მივმართეთ, რომელსაც შეიძლება, ან შეიძლებოდა რაიმე კავშირი ქონოდა ამ საკითხთან მიმართებაში. კითხეთ პროკურატურასაც, ქონდა თუ არა ოდესმე რაიმე მუხლით საქმე აღზრული ან სისხლის სამართლებრივი დევნა ამ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურიდან მოგვივიდა უარი, რომ არასდროს მსგავსი ძიება არ ყოფილა, თუმცა სასამართლოზე ეროვნულმა ბანკმა გითხრა, რომ ეს ფაქტი იყო გამოძიების დაინტერესების საგანი, მაგრამ როცა ჩვენ ვუთხარით, რომ პროკურატურიდან მსგავსი დასაბუთება, დადასტურება ამის არ გქონდა, მათ თქვეს, რომ ჩვენი ინფორმაციით გამოძიება ჩატარდა. თუმცა ფაქტია, რომ დამნაშავეები გამოვლენილი არ არის გამოვლენილი არც ერთი კომპანია, რომელმაც მიიტაცა ფულად საკრედიტო რესურსი,
თვითონ გამდიდრდა, ასე ვთქვათ, ხოლო მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჩავარდა უმძიმეს დღეში, გაღარიბდა, გაღატაკდა, დაკარგა წლების განმავლობაში თავისი შრომით ნაგროვები და შემნახვალ ბანკში შენახული სახსრები. ფაქტია, რომ დღეს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და არც ერთი პასუხი მათზე ოფიციალური მხარისგან გაცემული არ არის. ნაწილობრივ ვისაუბრეთ ჰიპერინფლაციაზე, მაგრამ უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენ ტელემაყურებლებს, რამ გაყინა თუ გააქრო საბჭოთა ანაბრები და სად წავიდა ეს თანხა? ნუ 90 სანამ საქართველოს გამოეყოფოდა საბჭოთა კავშირს, იმ სისტემაში შეტანილი ანაბრები, ანუ საბჭოთა კავშირში შეტანილი ანაბრები გასაგებია, სადაც წავიდა საქართველოს გამოეყო საბჭოთა კავშირს და ის თანხები ბუნებრივია იქცა ჩანაწერებად, ანუ თანხა რეალურად დარჩა რუსეთს, როგორც სამართალმემკვიდრე საბჭოთა კავშირისა. შემდგომ იყო დავა იმაზე, რომ უნდა დაებრუნებინა რუსეთს ეს თანხები, მაგრამ გარდა იმისა, რომ რუსეთს ჰქონდა ანაბრების სახით საქართველოს ვალი, მარტივად რომ ვთქვათ, მაყურებლისთვის გასაგებად, ამის მეორე მხარე იყო ის, რომ საქართველოსაც ჰქონდა გარკვეული არც თუ მცირე ვალდებულებები რუსეთის წინაშე და 2001 წელს საქართველომ რუსეთთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, ეგრეთ წოდებულ ნულოვან ვარიანტს, რომლითაც მან დათმო როგორც თავისი აქტივები, თავისი წილი აქტივებში, ისე ვალდებულებებში. ანუ ყოველგვარი ანგარიში რუსეთთან გაასწორა, ანუ ისე საინტერესოა, ჩვენ უფრო მეტი ვალი ქონდა რუსეთის თუ რუსეთს? ნუ ეს რა თქმა უნდა დასადგენია და სამწუხაროდ ამ მიმართულებითაც არ უზრუნია სახელმწიფოს, მხოლოდ ის რადგმარო, რომ ანაბრების თანხაც ჯერჯერობით დღემდე ცნობილი არ არის, არადა უნდა მოხდარიყო მისი შეფასება, ინვენტარიზაცია, რამდენიმე ანაბრე იყო, რამდენი ჰქონდათ მათ დაზოგილი, რამდენი დაიკარგათ, ანუ დათვლა მისი არ ყოფილა, შესაბამისად მაგ საკითხზე მსჯელობაც ჩემთვის პირადად ცოტა რთული იქნება. ნუ ფაქტია, რომ საქართველოს გააჩნდა როგორც ვალდებულებები, ისე აქტივები თავისი წილი აქტივებში და მან უარი თქვა ყველა იმ ვალდებულების ანაცვლოდ, რომელიც მას გააჩნდა რუსეთის მიმართ, ყველა თავის აქტივზე, ანუ იმ ღირებულებებზე, რითაც შეიძლებოდა საქართველოს ესარგებლა. და ამ ხელშეკრულების გადახედვა რამდენად შესაძლებელია, თუნდაც ახალი ხელისუფლების მხრიდან? მე არ ამგონი ეს უფრო საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს ალბათ, მე იურიდიულად ნამდვილად გამიჭირდება ამის შეფასება, რამდენადაც ვიცი, ეს გაფორმდა ეს ხელშეკრულება და საუბარი უკვე იმაზე, რომ გადაიხედოს, რაღაც პირობები შეიცვალოს, ჩემი აზრით უკვე ძალიან გვიანია, ვინაიდან საქართველომ შეეძლო რომ არ მოეწერა ხელი ამ დოკუმენტზე, თუმცა იყო იქ გარკვეული ისეთი მომენტები, ანუ იძულებული გახდა საქართველოს, იმიტომ რომ გამომდინარე იქნა, რომ უზარმაზარი ვალი ჰქონდა რუსეთის და იმ ვალის ჩამოწერის სანაცვლოდ ფაქტობრივად იყო თანახმა, რომ მოეწერა ხელი ამ ხელშეკრულებაზე და ის ანაბრებიც ბუნებრივია გადაყვა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაქრა ეს ანაბრები, ასე ვთქვათ, გასაგებენით რომ ვთქვათ, გაიქვითა ეს ანაბრების ვალი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაქრა ეს თანხები ქვეყანამ აიღო შიდა ვალად, ანუ გასტუმრების ვალდებულება, გაასწორა ურთიერთობები რუსეთთან, ანუ გაქვითა, ასე ვთქვათ, თუმცა აიღო თავის თავზე ამ თანხების გასტუმრების ვალდებულება, რაც გამოიხატა მხოლოდ იმაში, რომ 98 წელს გაიცა 5 მილიონი, შემდგომ ეს გასაჩივრდა და შეწყდა ეს პროცესი და მას შემდგომ არც მექანიზმი შემუშავებულა, ნაციონალურ მოძრაობას დაპირებებშიც ჰქონდა, რომ ანაბრები დაბრუნდებოდა, თუმცა ფაქტობრივად არც გახსენებია არავის ეს საკითხი შემდგომ და დღეს უკვე ცალკეული წარმომადგენლები ნაციონალური მოძრაობის უარყოფენ კიდეც, რომ მსგავსი დაპირება მათ არ ქონიათ, არა და არსებობს წინასაარჩევნო პლაკატებიც კი, სადაც სწორედ მითითებულია, რომ ერთ-ერთ დაპირებად მითითებულია სწორედ საბჭოთა ანაბრების. ნაციონალური მოძრაობა ახსენებთ, რა ვალდებულებას იღებს ახალი ხელისუფლება და აქვე მინდა გითხოთ, რამდენად იქცა საბჭოთა ანაბრების თემა პოლიტიკური სპეკულაციის თემად? პირველი ნაწილით დავიწყებ კითხვის, ახალი ხელისუფლება ფაქტია და ყველამ კარგად ვიცით, რომ წინასაარჩევნო დაპირებებში ანაბრების თემა არ შესულა. მე მოვისმინე ამ თემასთან დაკავშირებით დღევანდელი უმრავლესობის ცალკეული წევრების
პოზიციებიც ისინი ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ მოხდა განხილვა, შეეტანათ თუ არა დაპირებებში ეს საკითხი, თუმცა რამდენადაც მე ვიცი, პრემიერის მხრიდან, მოქმედი პრემიერის მხრიდან იყო ასე ვთქვათ, უარი ამ საკითხის შეტანაზე დაპირებებში, ვინაიდან ეს არის ძალიან სიღრმისეული პრობლემა, ეს არის ძალიან სერიოზული თემა, რომელიც სერიოზულ შესწავლას საჭიროებს და ასე ერთბაშად, ერთი ხელის მოსმით და მარტივად მისი დაპირებებში ჩადება იქნებოდა არარეალური და მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ პოზიციას, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დაპირებაში ამ თემის ჩადებას მე შევაფასებდი პოლიტიკურ სპეკულაციად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ მოიხსნეს პასუხისმგებლობა, მე დასაწყისშიც ვახსენე და კიდევ გავიმეორებ, რომ ახალმა გუნდმა დაიწყო უკვე მუშაობა საბჭოთა ანაბრების პრობლემის შესწავლაზე და მის მოგვარებაზე ზრუნვა, ყოველ შემთხვევაში განცხადებები მათი ამას მეტყველებს, ფინანსთა მინისტრის განცხადება, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, ისინი აქტიურად მუშაობენ ამ თანხების დათვლაზე, რაც არის ისეთი ნაბიჯი, რომლის გამოტოვების გარეშეც ამ პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია. თუ არ შევაფასეთ, რა თანხაზეა საუბარი, დაახლოებით მაინც არ შეიძლება თქვა, რა თანხაზეა საუბარი და რამდენად შეუძლია სახელმწიფოს რეალურად ამ თანხების გასტუმრება და საიდან უნდა მოხდეს მობილიზება? რამდენიმე ციფრი არსებობს, ვალად აღიარებულია 502 მილიონი ლარი, თუმცა იყო 2000-იანი წლების დასაწყისში, ზუსტად წელი არ მახსოვს, იყო პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილის მეთაურობით შექმნილი კომისია, რომელმაც დაადგინა 400 მილიონი დოლარი. საუბარია, რომ ეს არის 5 მილიარდი ლარი, თუმცა ერთი ციფრები ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, სხვადასხვა ვერსიების მიხედვით, რომ ფაქტობრივად ერთ ციფრზე მსჯელობა და საუბარი არ შეიძლება. სწორედ ამიტომ არის იმის აუცილებლობა, რომ ხელისუფლებამ დაადგინოს ერთხელ და სამუდამოდ ის თანხა, რა თანხაც დაიკარგა იმ აუბედით 90-იან წლებში და თუ ეს მოხდება, ეს იქნება უკვე წინაპირობა, საფუძველი იმაზე სამსჯელოთ, რამდენად რეალურია ამ თანხების დაბრუნება. ეგ მინდოდა მეკითხვა, მთავარი კითხვა ალბათ ჩვენი გადაცემის, რამდენად რეალურია, რომ საბჭოთა ანაბრები დაუბრუნდეს მოსახლეობას? და როდიდან შეიძლება, რომ ეს პროცესები დაიწყოს, იმიტომ რომ გამუდმებით ხოლმე საუბარია ამაზე. კი ბატონო, მოგახსენებთ, არარეალური ამაში ნამდვილად არაფერია. არის რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც აბსოლუტურად 100%-ით მოაგვარა ეს საკითხი, ეს არის ლიტვა და ყაზახეთი. ლიტვამ პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლით სწორედ რომ შემოსავალი მოახმარა მეანაბრეების კომპენსაციას და პრივატიზებიდან მიღებული თანხების 80%-ით ფაქტობრივად მთლიანად დააკმაყოფილა ყველა მეანაბრე. ყაზახეთმა მოახდინა ფასიანი ქაღალდების ემისია, მათი გამოშვება და ამგვარად და სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოებში წილში შეიყვანა ეს მეანაბრეები, აქციონერებად აქცია, სხვადასხვა ყველა ქვეყანაში თითქმის დაძრულია ეს პროცესი, ზოგან დასრულებულია, ზოგან მიმდინარეობს, ერთადერთია საქართველოს, სადაც გაიყინა ეს პროცესი და ადგილიდან არ დაძრულა. რაც შეეხება, რამდენად რეალურია და რა ფორმით შეიძლება რომ მოხდეს, კაცი? კარგი იქნებოდა, რომ ლიტვის გავსად სწორედ პრივატიზაციის პროცესზე მიმულიყო კომპენსირების პროცესიც, ანუ ის შემოსული თანხა, რომელიც სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან აკუმულირდა, მოგროვდა, შეიძლებოდა გადაცემოდა სწორედ დაზარალებულ მეანაბრეებს, თუმცა ეს პროცესი უკვე ჩავლილია, დიდი ნაწილი სახელმწიფო ქონებისა უკვე გაყიდულია, კერძო სექტორის ხელშია გადასული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა შანსი, სხვა გზა ქვეყანას აღარ დარჩა, აქ შეიძლება იგივე ფასიანი ქაღალდების გამოშვება, ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში გააჩნია სხვადასხვა აქტივები, იქნება ეს მიწა, წიაღისეული თუ ასე შემდეგ, შეუძლია მათი სარგებლობის უფლების გადაცემა მეანაბრეებისთვის. დღეს საქართველოში არის ეტაპი, უკვე იმ ეტაპზეა საქართველო, როდესაც ფულადი ფორმით ამ პრობლემის გადაჭრა იქნება საზიანო საქართველოსთვის, ეკონომიკისთვის. უკრაინის მაგალითი არსებობს. ანუ შეიძლება გამოიწვიოს ინფლაციური პროცესი. კი, ამის მაგალითად შეიძლება გამოვიყენოთ უკრაინა, რომელმაც 2008 წელს სწორედ არჩევნების პერიოდში რაღაც პოლიტიკური ქულების დასაწერად გაწირა ფაქტობრივად ეკონომიკა და ერთბაშად დიდი მოცულობით ბევრ მეანაბრეზე გაცა თანხები, რამაც ინფლაციური პროცესები მყისიერად გააძლიერა, გაუფასურდა
უკრაინის ეროვნული ვალუტა გრივნა და საკმაოდ ნეგატიური ძვრები მოყვა უკრაინის ეკონომიკაში ამ კომპენსირების ამ მოდელს. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის ეს უნდა იყოს ერთის მხრივ მაგალითი, რომ გამოიძენოს ისეთი მექანიზმი, რომელიც არც უკმაყოფილოს არ დატოვებს დაზარალებულ მიანაბრეს და მეორეს მხრივ სახელმწიფოს გახდის პირნათელს ღირსეულს, ვინაიდან მისი ღირსების საკითხია სწორედ ამ თანხების დაბრუნება და სამართლიანობის აღდგენის ანგნებავ დამკვიდრების ერთ-ერთი ნაწილი სწორედ უნდა გახდეს ეს ანაბრებიც, ისიც იმ უსამართლობის შედეგია, რომელიც 90-იან წლებში განვითარდა. როდიდან შეიძლება უკვე დაიწყოს ეს პროცესები და შემდეგ უკვე შეგვიძლია ვნახოთ თუ რას ფიქრობენ თელაველები საბჭოთა ანაბრების შესახებ, რამდენად იმედიანად არიან ისინი განწყობილები იმის შესახებ დაბრუნდება თუ არა. საინტერესოა მოსახლეობის აზრი. მანამდე თუ შეიძლება რომ ჩემს შეკითხვას უპასუხოთ. როდიდან ნამდვილად გამიჭირდება ამის თქმა, ეს დამოკიდებულია ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, ეს ფაქტი ის არის, რომ თუნდაც 5 წლის წინ, რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე დაიწყებოდა ზრუნა, უფრო კარგი იქნებოდა, რომ დაწყებულიყო, გადადგმულიყო ის ნაბიჯები, რომელიც დღეს იდგმება, ანუ დათვლილიყო ეს თანხა, შეფასებულიყო, შემდგომ უკვე მოფიქრებულიყო მექანიზმი, როგორ გასტუმრებოდა, ან თუნდაც დაესაბუთებინათ ის, რომ ამ თანხის გაცემა შეუძლებელია და სახელმწიფო ჯერჯერობით არ შეუძლია. როგორც მე გავიგე, მხოლოდ საუბარი მიდის ამ საკითხებზე და რეალური ძვლები ნაბიჯები ამ კუთხით არ არის გადადგმული. მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, გადაბრალებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან უშლიდა ხელს ამ საკითხის მოგვარებას. წლების განმავლობაში ხელისუფლება დუმდა, როდესაც ხდებოდა ამ საკითხის გადაბრალება და თანხების მითვისება ცალკეულ პირებზე, ისეთ პირებზე, რომლებსაც კავშირი იმ პერიოდში საერთოდ არ ჰქონდათ არც საბანკო სისტემასთან, არც ხელისუფლებასთან, რომლებიც ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ მიეთვისებინათ ეს თანხები, მათზე მიდის გადაბრალება, ხელისუფლება ამ დროს იყო წყნარად, იგნორირებას უკეთებდა ამ საკითხს, აწყობდა რომ ეს საკითხი სხვას დაბრალებოდა და არა მას, ვინაიდან მისი ვალდებულება ამ თანხების გასტუმრება, შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს 2013 წელს 20 წლის წინ დაკარგული თანხები არის თანხების ირგვლივ არის აბსოლუტური ბუნდოვანება. არ ვიცით ვინ სიტყვიერი აღიარება მოხდა ამ ვალის და რეალურად არაფერი გაკეთდა. დოკუმენტურად გაფორმდა, ყოველ წელს ეს თანხა იდება ბიუჯეტში, თუმცა მისი გასტუმრება არ ხდება და საზოგადოებამ დღემდე არ იცის, უпростоრად კარგად არ იცის დღემდე ვინ წაიღო ეს თანხები, ვინ მიითვისა, რატომ გაუფასურდა, რა პროცესებს ჰქონდა ადგილი და ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ცხელი ხაზიც გვაქვს, რომელზეც გვირეკავენ. დიდმა ნაწილმა ისიც კი არ იცის, რომ სახელმწიფოს ეს ვალად აქვს აღიარებული და სახელმწიფო რომ არის მათ წინაშე ვალდებული ამ თანხების დაბრუნებაზე, დიდმა ნაწილმა ესეც არ იცის. და ჩვენ გვინდა რომ ეს ინფორმირებულობის დონე მაინც გავზარდოთ საზოგადოებაში და მეორეს მხრივ აიძულოთ ხელისუფლება დაიწყოს ზრუნვა ამ თანხების დაბრუნებას. ახლა შეგვიძლია უკვე ვნახოთ გამოკითხვა მის შესახებ თუ რას ფიქრობენ თელაველები საბჭოთა ანაბრების შესახებ. ანაბრები როგორ არ უნდა დაბრუნდეს? რატომ უნდა დაბრუნდეს? აბა ვინ ფულები ჩააბარა, მაგრამ უყვეს ის ფულები, ვინ შეჭამა? ვის თავის ცხოვრება იმუშავა და გაუქმეს პენსია და დღეს კიდევ უკმამპური არ აქვს იმათვის, რა თქმა უნდა. უნდა დაბრუნდეს. კი, აბა რა. რატომ უნდა დაბრუნდეს? რატომ და წაიღეს უთვნელი ფული, ხალხისთან ნამუშევარი, პენსიები და იმიტომ უნდა დაბრუნდეს. ტელევიზორში იყო რომ დაბრუნდეს. ნეტა მართალი გამოდგეს, აბა. მე ჩვენ იმედი არც აგვაქვს რომ იყოს. რატო არ გაქვთ იმედი? იმიტომ აბა რა ვიცი გას. რამდენადაც გვატყუებენ და მაგასაც მოგვატყუებენ. თუ დამებრუნებიან მაგას რაჯობებს, მეც ამაქვს დატოვებული იქა. მე ის ბინადრობაში ვარ შესული, ის ფაქტიურად დაკარგული მგონია, მაგრამ რაღაც იმას გვაძლევენ რა, რომ სახელმწიფომ რა კი აღიარა შიდა ვალში, იმედი გვაქვს რა, ეს ხვალ რა ვიცი. ჩვენს გადმოხედავენ. ძალიან კარგი იქნება მივესალმებით. კარგი იქნება შვილი ისედაც გაჭირება და ცოტა რაღაცაში მეგვეშველება თუ კი აგვინაზღაურებენ. მაინც და მაინც იმედი არა მაქვს. ბევრი უნდა დაზუსტება მაგ ამბავს მე მგონი. დრო უნდა ბევრი. მე ცოტა მქონდა ბევრი არა. ბევრია გაჭირებული, ვისაც მაგის იმედი აქვს. და ვისაც ბევრი ფული ქონდა, იმისთვის არ მგონი რომ რამე მნიშვნელობა ქონდეს.
მაგაზე კარგი რა იქნება, მაგრამ იმედი არა მაქვს. რატომ არ გაქვთ იმედი? აბა, ბევრი რამე შეიცვალა იმის მერე. და უკვე და ის რო დაგვიბრუნდება ეგ თაობა არ ამჯერა. ანაბარი როგორ არა გქონდა, მაგრამ გაუქმდა, აბა დავკარგეთ. ვისაც ქონდა შეტანილი ეს ანაბარი, იმისთვის იქნება კარგი. ხო გაქვთ თუ არა იმედი რომ ეს მოხდება და დაბრუნდება? მაქვს იმედი რომ დაბრუნდება. რატომღაც მაქვს იმედი, რადგან დაიწყო საუბრები, დაბრუნდება. მაშასი ამ გამოკითხვის შემდეგ ჩვენ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით ბატონო თქვენი აზრი მაინტერესებს ამ გამოკითხვასთან დაკავშირებით რამდენად იმედიანად არის მოსახლეობა განწყობილი და ბინადმშენებლობის თემამაც გაიჟღერა ამ საკითხებზეც რომ ვისაუბროთ. ნუ პირველ რიგში აღნიშნავ იმას რომ პოზიციები ყოველ შემთხვევაში ამ გამოკითხული ადამიანების არის აბსოლუტურად ადეკვატური და ის უიმედობაც უკვე რომელმაც მათში დაისადგურა აბსოლუტურად ბუნებრივია გამომდინარე იქიდან რომ ამდენი წელია არაფერი გაკეთებულა არც ერთი ძალის მხრიდან არ ყოფილა კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული და ბუნებრივია მათ იმედის გადაეწურათ თუმცა მე ვიტყვი რომ არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას მოდუნების საშუალება თორემ რაც უფრო თვითონ საზოგადოება რაც უფრო დაივიწყებს ამ საკითხს ბუნებრივია ამ ხელა პასუხისმგებლობის აღება არც ერთ ხელისუფლებას თავისით არ მოუნდება ერთი სიტყვით საზოგადოების აქტიურობა ძალიან თუმეტეს თუ წინა საარჩევნო დაპირებაში არის მაგრამ ისიც იმედის მომცემია რომ დაპირებაში არ იყო ჩადებული მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ჩემი აზრით არ მინდა რაღაც სუბიექტური ვიყო ეს ნიშნავს რომ აქვს ახალ ხელისუფლებას ალბათ პოლიტიკური ნება ამ საკითხის მოგვარებისა, ამ პრობლემის გადაჭრისა, ყველაფერს რა თქმა უნდა დრო გვიჩვენებს, ისინი აცხადებენ რომ წლის ბოლომდე თანხა დათვლილი იქნება, მოფიქრებული იქნება მექანიზმიც და ალბათ ეს მექანიზმის მოფიქრება ჩემი აზრით სხვა არაფერია, თუ არა ვადაში გაწერილი პროცესი, როდისთან დაიწყება გაცემა, რა ფორმით დაიწყება, პირველ რიგში ვინ მიიღებს, იმიტომ რომ აქაც ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რიგითობას ბევრი ადამიანი სამწუხაროდ გარდაცვლილია, ანუ თუმცა ეს როგორც ნებისმიერი პასიანტი ქაღალდი ავტომატურად გადადის მის კანონიერ მემკვიდრეზე ყოველგვარი ანდერძის გარეშე, ყოველგვარი დადასტურების გარეშე ეს ავტომატურად ხდება მისი კანონიერი მემკვიდრის აქტივი და ის მას შეუძლია ისარგებლოს ამ იმ თანხებით, რომელიც შეიძლება ან იმ ნატურალური ფორმით, ან ნებისმიერი სახით, როდესაც მოხდება მისი დაბრუნება, მისი სარგებლობის უფლება ექნება მის კანონიერ მემკვიდრეს. ჩვენი თანაქალაქელები საუბრობდნენ, რომ დიდი დრო იქნება საჭირო ამისთვისო და დაახლოებით რა დროზეა საუბარი, თუ შეგიძლიათ როგორ? გამიჭირდება თქმა, თუმცა იმის თქვა ნამდვილად შემიძლია, რომ უახლოეს 2-3 წელიწადში ისე რომ უმტკივნელო იყოს ქვეყნისთვის ამ თანხების გაცემა ფულადი ფორმით ჩემი აზრით წარმოუდგენელია. და ზარია ეთერში მივესალმები ტელემაყურებელს, გთხოვ დასვათ შეკითხვა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. უკაცრავად გვიან ჩავხეთ თქვით თუ არა შეიძლება უკვე ახსენეთ რამდენადაც მე ვიცი უკვე რუსეთშიაც აზერბაიჯანში სასომხეთში უკვე მიდის კომპენსაცია და ისეთი საინტერესო რომ აი აზერბაიჯანში და გონი რუსეთშიაც ერთნაირად ისა $1 რუბლზე და იქ კიდე სასომხეთში მგონი პირველ 1000 რუბლზე არის $200 შემდეგზე 1000-ზე კიდე $140 სწორია თქვით ეს თუ არა არ გვითხოვს ქალბატონო არ გვისაუბრია მაგაზე მაგრამ შემიძლია უპასუხო ზუსტი მექანიზმები ნამდვილად უბრალოდ ციფრები როგორ პროპორციით მოხდა ზუსტად არ მახსოვს სომხეთში დანამდვილებით მახსოვს რომ პირველ 1000 საინტერესო იქნება პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრაქტიკა არსებობს ეს პრაქტიკა მინდა ვთქვა შესწავლილია სამწუხაროდ მე ძალიან ახლოს არ ვიცნობ თუმცა ზოგადად ყველა ქვეყნის გამოსნილება მეტნაკლებად ვიცი სომხეთში სწორედ პირველ 1000 მანეთზე $200-ია შემდგომ უკვე შემდგომ 1000-ებზე შედარებით ნაკლები აზერბაიჯანს ვალად ეს თანხა არის აზერბაიჯანი არის ერთადერთი სახელმწიფო რომელმაც ვალად არ აღიარა მაგრამ მაინც ახდენს მის კომპენსაციას შექმნილია სპეციალური ფონდი ამისთვის 2013 წელს ანუ მიმდინარე წელს დაიწყო აზერბაიჯანში პროცესი
და დაგეგმილია რომ 2015 წელს უკვე სრულად 100%-ით ეს ხალხი იყვნენ გასტუმრებული. საქართველოს მაგალითი მინდა აქვე გავიხსენო 98 წელს როდესაც მოხდა ამ თანხების გაცემა, კომპენსირება, მაშინ მოხდა შემდეგი მექანიზმით. პირველ 1000 მანეთზე გაიცემოდა 100 ლარი, ხოლო შემდგომ 1000 ყოველ 1000 მანეთზე უკვე 10 ლარი, ანუ თუ 2000 მანეთი იყო რა კანონზომიერებით ხდება? რა პროპორციებით? ნუ ის პირველ რიგში მოხდა, როგორც ვახსენე, შეზღუდული შესაძლებლობების პირების დაკმაყოფილება იმ თანხის მიხედვით, რაც გააჩნდათ ნომინალში, ანუ რაც გააჩნდათ ანაბარზე. პირველ 1000 მანეთზე იყო 100 ლარი, როგორც ვახსენე, ყოველ შემდგომზე 10 ლარი, ეს თავიდან და შემდგომ უკვე ის თანხები შემცირდა თუ არ ვშტები, ყოველ შემდგომზე უკვე 1 ლარი ემატებოდა თუ არ ვშტები ანაბარს. და კანაბრებშიც თვითონ ძალიან მნიშვნელოვანია ის პერიოდი, ანუ ყველა ანაბარი არ შეიძლება ერთად განვიხილოთ და ერთ ქვაბში მოვხარშოთ. 90-იან წლებამდე შეტანილი 1000 მანეთი უფრო მყარი იყო, უფრო მსყიდველუნარიანი იყო, ვიდრე უკვე 90-იან წლებში, ანუ 93 წელს, როდესაც ჰიპერინფლაცია იყო და უკვე ფულს ძალა დაკარგული ქონდა. ანუ ის 1000 მანეთი და ეს 1000 მანეთი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც თანაბარი თანხა და თუ ანაბრების პროცესის თანხების გასტუმრება დაიწყება, ამის გათვალისწინებაც წესით უნდა მოხდეს და ის მეანაბრეები, რომლებიც 90-იან წლებამდე შეტანილ ანაბრებს ფლობდნენ, მათი კომპენსაციის დონე უფრო მაღალი იქნება, ანუ ისინი უფრო მეტ თანხას მიიღებენ წესით ალბათ. თქვენ საუბრობდით მექანიზმებზე, რომელიც გამოიყენა ამა თუ იმ პოსტსაბჭოთა ქვეყანამ. თქვენთვის რომ ეკითხათ, თქვენი ასოციაციისთვის მთავრობას, საქართველოს მთავრობას, რომელ მექანიზმს შესთავაზებდით, როგორ იქნებოდა თქვენი რეკომენდაცია? თუმცა ამ საკითხებზე მუშაობთ. კი, როგორც ვახსენე, ამისთვის კარგი იქნებოდა პრივატიზაცია, მაგრამ ეს შანსი გაშვებულია უკვე ყოველ შემთხვევაში დიდი შანსი, დიდი ნაწილი ამ შანსის გაუშვით, როდესაც მასობრივად მიდიოდა სახელმწიფო ქონების განკერძოება, გაყიდვა, პრივატიზება. დღეს უკვე იმ მასშტაბის, იმ მოცულობის ქონება სახელმწიფოს აღარ გააჩნია, თუმცა პირველ რიგში ჩვენ ვისურვებდით, პირადად მე და ჩვენი ასოციაცია, ალბათ ყველა ადამიანი, ვინც ეკონომიკაში მეტნაკლებად ერკვევა, რომ ეს უფრო კარგი იქნება ეკონომიკისთვის, ქვეყნისთვის თუ მოხდება ამ სახსრების გასტუმრება არაფულადი ფორმით. ეს იქნება სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიების აქციონერებად გახდომა ამ ხალხის, ანუ სააქციო კაპიტალში შეყვანა, ეს იქნება მიწების გადაცემა ამ ხალხისთვის, იქნება რაიმე სხვა ნატურალური ფორმით კომპენსირება თუ ასე შემდეგ. ყველაზე ნაკლებს აზიანო დღეს არის არაფულადი ფორმით მათი კომპენსირება. ნუ მექანიზმზე მუშაობა საკმაოდ რთულია და ამის მარტივად ერთბაშად თქვა, რომ ეს არის ამის უნიკალური წამალი პანაცეა იმისთვის, რომ გადავჭრათ ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიჭირდება კონკრეტული მექანიზმის შეთავაზება, ეს არის სამსჯელო საგანი, რომელიც აბსოლუტურად გადაჭრადია, თუ იქნება პოლიტიკური ნება ხელისუფლების, თუ მოხდება პოზიციების გაზიარება და ყველა იმ პოზიციის შეჯერება, რომელიც ამ პრობლემის წარმოქმნის დღიდან დღემდე არსებობს და ცალკეულ პიროვნებებს აქვს გარკვეული მექანიზმები ამ პრობლემის გადაჭრის. ჩვენი ტელემაყურებლები საუბრობდნენ ბინადშენებლობის პრობლემაზე. აი ამ კუთხით რა შეიძლება ვთქვათ? ეს ბინადშენებლობაც ისევე როგორც ეს ანაბრები არის შიდავალის საკითხი. ჩვენ სამწუხაროდ ამ თემაზე არ მუშაობთ, მაგრამ მაისის თვეში დაგეგმილი გვაქვს კონფერენციის მოწყობა შიდავალის პრობლემებზე და ეს და რა თქმა უნდა ამაში შესული იქნება ბინადშენებლობის სახსრებიც ისევე როგორც სხვა მიმართულებები, ვინაიდან სწორედ ეს თანხებიც არის სახელმწიფო შიდავალი და შინაარსით არის განსხვავებული იმ თანხებისგან, თორემ დაბრუნების პასუხისმგებლობა ისევე როგორც ანაბრებზე ამ მიმართულებითაც სახელმწიფოს აქვს თავის თავზე აღებული კონკრეტულ სქემებზე, მაქინაციებზე ამ მიმართულებით ინფორმაციას
სამწუხაროდ არ ვფლობ, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ისეთივე შიდავალია, როგორც ანაბრები, როგორც სხვავალი სახელმწიფოს, რომელიც დღეს გააჩნია. და სატელეფონო ხაზია ჩვენი ტელემაყურებელი, მივესალმები, მოგესალმებით, გთხოვ დასვათ შეკითხვა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. სალაროში ვისაც აქვს შეტანილი ფულები. გამოტანა უნდათ, მაგრამ ფული აღარ მისცეს მაშინ, ფულებს აღარ აძლევდნენ უკან და ობლიგაცია მისცეს ფულის მაგივრად. იმას რა ბედი ეწევა? დიდი მადლობა. დიდი მადლობა მაყურებელს ამ შეკითხვისთვის. პირველ რიგში რაც მინდა უთხრა ადამიანს, რომ აუცილებლად შეინახოს ეს ობლიგაცია ფასიანი ქაღალდი, რაც შეეხება ფულის არ გაცემას სალაროდან, ფული არ გაიცა ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ფული აღარ იყო იმ სალაროში, ანუ ის თანხები, რომელიც თავიდანვე როცა ვახსენე, რომ რაც რუსეთს დარჩა, ასე ვთქვათ, რომელიც სახელმწიფომ საქართველოს ხელშეკრულებით გააბათილა, ასე ვთქვათ, ის თანხები ავტომატურად, რა თქმა უნდა, ფიზიკურად საქართველოში არ იმყოფებოდა, არსებობდა საქართველოში მხოლოდ ჩანაწერები, ვის რამდენი ქონდა ანაბარი, ხოლო თანხა, რეალური ვალუტა, მოცულობა ქვეყანაში არ იყო. ამის შემდგომ იყო ქვეყანაში დარჩენილი მასის ამოღება მოსახლეობისგან, ვინაიდან სახელმწიფოს აღარ გააჩნდა ფულადი რესურსი, იყო საომარი მოქმედებები, ჯარი იყო შესანახი, იარაღი, ტყვია-წამალი, გარდა ამისა გამოკვება ერთი სიტყვით ხარჯი ბევრი იყო, ფულის მიწოდება რუსეთიდან უკვე შეწყვეტილი იყო, რუსეთმა სამანეთო ზონიდან გააძევა საქართველოს, ანუ საქართველოს შეიქმნა ვალუტის წვავე დეფიციტი, ქვეყანაში ფიზიკურად აღარ არსებობდა ფული და ალბათ ჩემი აზრით რამაც გამოიწვია ეს ობლიგაციებიც იყო მიმდინარე ხანძრის დროებით ჩაქრობა, თავი პასუხი ის არის ჩვენ რომ უნდა შეინახოთ ეს ობლიგაციები და ნახოთ რა შეკითხვა აქვს ჩვენ შემდეგ ტელემაყურებელს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება, მოგესალმებით და გისმენთ. საღამომშვიდობის. მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნო თემა ამოწეული, რომელიც ძალიან ბევრ ჩვენ თანაქალაქელს აინტერესებს. აი ამ ხანად თქვა რომ ძალიან ის არის გაუჭირდება სახელმწიფოს ფულადი სახსრის გაღება. ეს იქნება ანაბრების გაცემა თუ ეს იქნება კოოპერატიული ბინადრშენებელების გასტუმრება. თითქმის მე პროფესიით ეკონომისტი ვარ და ძალიან კარგად მესმის. ეს გამოიწვევს ინფლაციას და ათას უბედურებას, მაგრამ ეს ვერსია თუ მოხლიათ, მithumetes ამ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტებს ანიჭებენ უპირატესობას ზრდიან ამას, რომ თუნდაც მაგალითად თელავში გასაყიდი ობიექტები რაც არის, რომლებიც სახელმწიფო საკუთრება, აი ამ ობიექტების გაცემა მაგალითად ამა თუ იმ სახით ამ კოოპერატიულ ბინადრშენებლებზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. აბსოლუტურად სწორი შეფასება იყო და ვარდები ვისაუბრეთ კიდეც ამაზე. სახელმწიფოს ის ქონება, რომელიც დღემდე ჯერ კიდევ მის საკუთრებაშია, შეუძლია გამოიყენოს სწორედ ამ მიზნებისთვის, უშუალოდ გადასცეს საკუთრებაში მეანაბრეთა ჯგუფს, მაგალითად რაიმე ქონება, მაგალითად შეიძლება აქტივს არ ქონდეს კონკრეტულად საცხოვრებლის ფორმა ან რამე, მაგრამ შეუძლია გადასცეს აჩქოს სარგებლობაში, რომელსაც უკვე შემდგომ გამოიყენებს სხვადასხვა დანიშნულებით, იქნება ეს კომერციული ფართოდ გაქირავება თუ ასე შემდეგ, რომელთაც მიიღებს სარგებელს და ეს აქტივები დღემდე კიდევ აქვს რაღაც მოსულობით სახელმწიფოს და მისი გამოყენება მე ვფიქრობ არის მიზანშეწონილი ამ მიმართულებით. დაკვლევ თქვენს ასოციაციას რომ დაუბრუნდეთ, თქვენ შექმნით საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრი. საინტერესოა რა მიმართულებით მუშაობს და რამდენადაც ვიცით ცხელი ხაზიც გაქვს. კი. ეს ცენტრი შევქმნით მას შემდგომ, რაც ანუ ეს იპერინფლაციური პროცესების კვლევა როცა დაიწყეთ, მთავარი მიმართულება და ვექტორი ამ კვლევის აღმოჩნდა სწორედ საბჭოთა ანაბრები, ვინაიდან ყველაზე დიდი პრობლემა იმ პერიოდში წარმოქმნილი იყო სწორედ ეს საკითხი და ცალკე გენერალური მიმართულება გამოყავით სწორედ ეს საბჭოთა ანაბრები და შევქმნით საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრი, შევქმნით სპეციალური ვებგვერდი, რომელზეც ყველა ინფორმაცია
მიმდინარე თუ საარქივო თუ ვიდეო მასალა არის განთავსებული, ყველა სიახლე, რომელიც ანაბრების თემას უკავშირდება, არა მარტო ჩვენი კვლევის ფარგლებში, არამედ ზოგადად განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან, ექსპერტული შეფასებები, ინტერვიუები, გამოკითხვებიც გვაქვს ამ საიტზე, რომლის მიხედვითაც გარკვეულწილად ზომავთ შემოსვლელების მოსაზრებებს, ანუ რაღაც ჭყალებში კონტროლს უწევთ, ანუ კარგი გაგებით. გვაქვს ხელი ხაზი, თუ გნებავთ ნომერსაც გამოვაცხადებთ, რომ იქნებ დაგვიკავშირდეს ვინმე მოგვაწოდოს მოსაზრებები, ესე იგი ჩვენი ხელი ხაზის ნომერია 790 10 90 19. ძალიან საკმაოდ ბევრი ზარი შემოდის ყოველდღიურად, ძალიან დიდია დაინტერესება. 24 საათიან რეჟიმშია? არა, 24 საათიან რეჟიმში სამწუხაროდ არ არის, ჩვენი რესურსი ამას ვერ წუდება, თუმცა დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე ეს აუცილებლად მოხდება პასუხი, ანუ აუცილებლად ამ დროის განმავლობაში მინიმუმ ერთი ადამიანი არის, ვინც ყურადღებას აქცევს, ასე ვთქვათ, ოპერატორის ფუნქციას ითავსებს. არის საღამოს საათებშიც შეიძლება ვართ ხოლმე ოფისში და პასუხობ ტელეფონს, თუმცა 10-დან 8 საათამდე გარანტირებულად ნებისმიერ ზარზე ვახდენთ რეაგირებას, პასუხობთ იმ კითხვებს, რომელიც ებადება ზარის ავტორებს ან მოსაზრებებს. ძალიან დიდია ინტერესი და ბევრი მადლობასაც ვისმენთ იმის გამო, რომ ამ თემით დავინტერესდით, ვინაიდან ბევრ ადამიანს უკვე იმედი აღარ აქვს, რომ ეს საკითხი გადაიჭირებს. ეს ჩვენმა გამოკითხვამაც აჩვენა, თუ გაქვთ მონაცემები, თანხაზე აღარ გვაქვს საუბარი, რამდენი ადამიანის ვალი აქვს სახელმწიფოს? ეს ამის დაზუსტებაც სამწუხაროდ აღემატება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებს. ჩვენ რო დავიწყოთ აღრიცხვა, რა თქმა უნდა, გარკვეული კატეგორია მოვა ჩვენთან და დადგება აღრიცხვაზე, ასე ვთქვათ, მაგრამ ბევრი ადამიანია რეგიონებში, ბევრია, ვისაც გადაადგილება უჭირს. ამდენად ჩვენი რესურსებით ეს ფაქტობრივად წარმოუდგენელია, მით უმეტეს, რომ ამის აუცილებლობაც არ დგას იმდენად, რამდენადაც არსებობს მონაცემთა ბაზა, არაერთი ბაზა, სადაც უკლებლივ ყველა მეანაბრე თავისი გახსნილი ანაბრის მოცულობით არის აღრიცხული. ეს ბაზები არსებობს, სამწუხაროდ ალბათ ამ სიიდან, ასე ვთქვათ, დიდი ნაწილი არა, მაგრამ ბევრი ადამიანი ალბათ თუმცა კანონიერი მემკვიდრეები მიიღებენ, თუმცა ეს სიაც უნდა დადგინდეს, უნდა მოხდეს ინვენტარიზაცია და ის პროცესი წარმომიდგენია, რამდენი მემკვიდრე შეიძლება ხავდეთ ამ ადამიანებს და შესაძლოა სასამართლო პროცესებიც გაიმართოს. ეს იურიდიულად როგორ მოხდება უფლების გადანაცვლება სხვა პირზე, ნამდვილად გამიჭირდება ამ შეფასება, თუმცა კანონის მიხედვით ალბათ რეგულირდება, წესით უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი და ყოველ შემთხვევაში ისე არ მოხდება, რომ რაღაც ვერ გაიყონ სხვადასხვა პიროვნებებმა, ეს უნდა დაარეგულიროს კანონმა და არა თავად პიროვნებებმა. თქვენ მართავთ შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში, დღეს ასეთი შეხვედრა თელავშიც გამართეს. რა არის ამ შეხვედრების ძირითადი მიზანი? შეხვედრების ძირითადი მიზანი არის პირველი ის, რომ გავაცნოთ ჩვენი მიზანი, რატომ დავიწყეთ ეს კვლევა, რის მიღწევას ვცდილობთ, რა შედეგები გვაქვს მიმდინარე ეტაპზე. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ასევე არის, რომ ინფორმირებულობის დონე მოსახლეობაში არ მინდა რაღაც ისე გამომივიდეს, ავამაღლოთ, ასე ვთქვათ, რაღაც ინფორმაცია მივაწოდოთ. საინფორმაციო შეხვედრებს კი, ინფორმაციული თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ დღემდე ბევრი დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდებოდა და ვრცელდება ანაბრებთან მიმართებაში და ჩვენ გვინდა რომ შედლების დაგვარად მეტნაკლებად ობიექტური, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ძალებით მოპოვებული ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, ხვდებით ადგილობრივ არასამთავრობოებს, მედია საშუალებებს, ნებისმიერ პირს ბევრ შეხვედრაზე თავად დაზარალებული მეანაბრეებიც მოვიდნენ, ინტერესი ასევე დიდი იყო. დღეს თელავში ჩვენი ვიზიტით დავასრულეთ ეს რეგიონული შეხვედრები, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ თუ რა თქმა უნდა იქნება ამის შესაძლებლობა კვლევის დასრულების შემდგომ საბოლოო შედეგებით კიდევ ერთხელ მოვიაროთ, ასე ვთქვათ, საქართველოს რეგიონები, ვინაიდან ამ ვიზიტმა ჩვენი აზრით გაამართლა ძალიან ბევრი ინფორმაცია
მივიღეთ და გავაცანით ადგილობრივ საზოგადოებას და ვფიქრობთ, რომ საზოგადოების აქტიური ჩართულობა ამ პროცესში არის სწორედ ერთ-ერთი მთავარი გარანტი იმისა, რომ ანაბრების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს. როგორც მე ვიცი, აწყობთ დოკუმენტური ფილმის ჩვენებასაც, თავისუფლების ხარკი, რომელიც ხვალგავა თანამგზავრის ეთერში საღამოს 7 საათზე. რის შესახებ არის ეს ფილმი და რისით ხმაგინდება? ფილმის შესახებაც მოგახსენებთ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს არ არის ჩვენს მიერ მომზადებული, ან უშუალოდ ჩვენი სახსრებით მომზადებული ფილმი, ვინაიდან საკმაოდ ძვირი სიამოვნება ფილმის მომზადება, გადაღება მოგეხსენებათ. ამ ფილმის გადაღების იდეით დაინტერესდა სტუდია 7Z, რომელმაც შეიტყო რა ჩვენი კვლევის შესახებ, ამ პრობლემის წამოწევის შესახებ, დაინტერესდა და ვფიქრობ, რომ საკმაოდ სწორედ რომ ძალიან კარგი ინტერესის სფეროა ეს ფილმი, ვინაიდან დღემდე არ არსებობდა რაიმე სახით იქნებოდა წერილობითი, აუდიო თუ ვიდეო სახით არ არსებობდა რაიმე მასალა, რომელშიც მოთხრობილი იქნებოდა თუ რა მოხდა 90-იან წლებში, რამ გააუფასურა და გააქრო ის ანაბრები. ფილმში ძალიან თვალსაჩინოდ და მკაფიოდ არის წარმოჩენილი ყველა ის პროცესი, რომელიც იმ პერიოდში განვითარდა, ომის დროს განვითარებული მოვლენები, უშუალოდ რა თქმა უნდა მთავარი აქცენტი სწორედ ანაბრებზეა გადატანილი და როგორ მოხდა ამ თაღების გაუფასურება, შემდგომში დავალა თაღება, შემდგომ ნულოვანი ხელშეკრულების გაფორმება რუსეთთან. ერთი სიტყვით ყველა მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხი ასახულია. დანარჩენი შევძე ტელემაყურებელს სხვა ნახოს საღამოს 7 საათზე. მანამდე მივესალმოთ ტელემაყურებელს, რომელიც პირდაპირ ეთერში სატელეფონო შეკითხვით ჩაგვერთვება. მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით. ძალიან კაი გადაცემა არის და მადლობთ მაგ გადაცემისთვის თქვენს ორთალეს. საინტერესო ახლა მოსახლეობაში ესაზრისნების, რომ ინფლაციასთან დაკავშირებით ეს რუბლის შეეხება თუ კუპონსაც. მაგათ კითხვა ვერ გავიგე კარგად. შეკითხვაც მე ვერ გავიგე სამწუხაროდ ინფლაციასთან დაკავშირებით. რაც კავშირში იყო სამწუხაროდ კითხვა ვერ გავიგე, თუმცა მე ვფიქრობ, რომ შეეხება თუ არა ანაბრებს. სამწუხაროდ ქალბატონო, დიდი ბოდიში ვერ გავიგეთ. ერთი შემიძლია ზუსტად თქვა, რომ ეს ინფლაცია, რომელიც იმ პერიოდში განვითარდება, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული, წესით უნდა იყოს გათვალისწინებული, სწორედ გადაანგარიშება. შეეხება თუ არა ამ ანაბრებს ეს? კი, რა თქმა უნდა, ეს მისი გათვალისწინების გარეშე ანაბრების თანხის გადათვლა მიგვიყვანს იქამდე, რომ ეს თანხა საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ძალიან მცირე. ანუ როგორც 90-იან წლებში აღმოჩნდა, როდესაც ჯერ მოგეხსენებათ კუპონი შემოვიდა და შემდგომ შემოვიდა ლარი, ანუ ჯერ კუპონში მოხდა ამ ანაბრების გადაყვანა და შემდგომ უკვე მილიონჯერ გაუფასურებელი კუპონი. გასაგებია, მატყობინებენ შეკითხვა იყო, რომ ეს ფულის განახდება რუბსაც შეეხება და კუპონსაც, ვასწ შეკითხვა ყოფილა. კი, რა თქმა უნდა, ის კუპონის შემოღება იყო იძულებითი ნაბიჯი, ვინაიდან ქვეყანაში ფული როგორც ფულადი ფორმები აღარ არსებობდა, ვალუტა რეალურად ფიზიკურად არ არსებობდა, ამიტომ მოხდა შემოღება. ეს კუპონის შემოღება არ ნიშნავს იმას, რომ ის მანეთში თუ რუბლში გამოსახული ანაბრები გაქრა საერთოდ. მოხდება გადაანგარიშება, უნდა გავითვალისწინოთ ინფლაცია, ინფლაციის გათვალისწინების გარეშე მივიღებთ დაახლოებით ისეთივე ციფრს, რომელიც მივიღეთ 98 წელს. ეს იყო 3 მილიონი ლარი, როდესაც კუპონიდან ლარებში გადაიყვანეს მთელი ანაბრები, გამოვიდა მხოლოდ 3 მილიონი ლარი. ანუ ამის შემდგომ მოხდა უკვე ინდექსაცია ამ თანხის, ანუ ფასების დონის ზრდის გათვალისწინება და ავიდა 500 მილიონ ლარზე, თუმცა ეს თანხა, ეს 500 მილიონიც, როგორც ექსპერტები აცხადებენ და ჩვენს ვეთანხმებით, არ არის ის თანხა, რომელიც დაიკარგა იმ პერიოდში. გასაგებია, ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი სრულდება და ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ, ძალიან მოკლედ რომ ვუპასუხოთ ამ შეკითხვას. დაბრუნდება თუ არა საბჭოთა ანაბრები? კი თუ არა? მე ერთ მნიშვნელოვან პასუხს ვერ გაგცემ, შემიძლია გაგცეთ მხოლოდ ასეთი პასუხი, თუ ხელისუფლება მოინდომებს და იქნება პოლიტიკური ნება, რა თქმა უნდა დაბრუნდება. თუ ამის ნება არ იქნება, გაგრძელდება ისევე როგორც გრძელდებოდა აქამდე. ანუ ხელისუფლება იქნება პასიურ პოზიციაში, გაუკეთებს იგნორირებას ამ საკითხს, ხელშეუწყობს სხვაზე გადაბრალებას და რეალურად მოსახლეობა დარჩება ყოველგვარი ანაზღაურებით. თუმცა იმედი ალბათ არის, რადგან ამის შესახებ უკვე დაიწყოს აქტიური. იმედი არის, ვინაიდან წინააღმდეგ
შემთხვევაში მე ვფიქრობ არ მოხდებოდა ამ საკითხის ღიად გაჟღერება. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია აფბას ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძე. გემშვიდობებით, თუმცა არ გემშვიდობებით. თქვენ ძირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ეთერში რეკლამის შემდეგ ბრუნდებით, დაგველოდეთ.